შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება 34512 აბი მეთადონი ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის მეთადონის აბები, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცველებმა ქალაქ თბილისში ფონიჭალის დასახლებაში ჩაატარეს წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლები 1967 წელს დაბადებული ეფუს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. რის შედეგადაც სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მეთადონის აბები, ასევე ჰეროინის, მორფინისა და კოდეინის შემცველი 2 ლიტრამდე სითხე. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მეორე და მესამე ნაწილის აქვე პუნქტით მიმდინარეობს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით ეფუს სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემის შესახებ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით მუდმივ რეჟიმში აგრძელებენ ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარებას. აქვე მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო თითოეულ სამართალდამცველს გაწეული დაუღალავი შრომისთვის.